გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტები, რას ითხოვენ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტისგან. გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ორი მუხრით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბაია პატარაიას გამოკითხვა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი გამოძიების კითხვებს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასუხობს. გააკეთა თუ არა მან განცხადება გამოკითხვაზე შესვლამდე, ამას რატი მეტრეველი გვეტყვის. არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი ბაია პატარაია რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისი გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს მაგისტრი მოსამართის თანდასწრებით. საქმე ეხება საბოტას, სრულსაქმიანობას და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედებას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას. თავად ბაია პატარაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა გამოკითხვაზე შესვლამდე, თუმცა ტრადიციული ხერხებით დაიძვრინა თავი და ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა, როგორც მისთვის არასასურველი მედიის შეკითხვებს, არადა ამ კითხვებზე პასუხს მედია არქივი მრავლად ინახავს, განცხადებებს იმის თაობაზე თუ როგორ აგროვებდა ბაია პატარაია აქციებზე დაჯარიმებული პირების ჯარიმების გადასახდელად თანხას, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მან ამ შეკითხვას ჩვენთან არ უპასუხა. თუ არა ორგანიზებაში მონაწილეობას და ფინანსურ დახმარებას უწევდით თუ არა დაჯარიმებულ პირებს. ჩვენს კითხვას არ პასუხობთ. ჯარიმების გადახდაზე რას გვეტყვით ქალბატონო ბაია, თქვენი განცხადებები ვიცით, იხდიდით დაჯარიმებულ. მეგობრებო, გამოვატკომეთ. ჯარიმებს უხდიდით თუ არა დაჯარიმებულ. დღევანდელ მოწმეს ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, რომელსაც გამოთქმული აქვს გარკვეული მოსაზრებები სოციალურ ქსელში, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე არის მოსაზრებები ელექტროენერგიის გათიშვასთან, საჯარო სამსახურში გაფიცვასთან დაკავშირებით და სწორედ აი ამ საკითხთან სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით გამოძიებას გააჩნია კითხვები, რამდენად ორგანიზებული იყო ეს, ვისთან ჰქონდა კავშირი და რატომ ხდებოდა მსგავსი მოსაზრებების გამოთქმით წახალისება იმ ფორმით აქციამ რა მიმდინარეობაც, რა ძალადობრივი მიმდინარეობაც მიიღო. ბაია პატარაია არ არის არასამთავრობო სექტორის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ამ შეკითხვებს გამოძიებასთან პასუხობს. რა კავშირი აქვს არასამთავრობო სექტორს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში? ახლა ეს ის მთავარი შეკითხვა, რომელზე პასუხით სწორედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უწევთ გამოძიების ფარგლებში პროკურატურასთან. პირდაპირ ეთერში რატი მეტრეველი საუბრობდა. სოციალურ ქსელ X-ში პარლამენტის თავმჯდომარე საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე წერს 44 საჯარო მოსმენა, 119 მოწმის ჩვენება, 778 განცხადება, რომლებიც კომისიას წარედგინა. შალვა პაპუაშვილის პოსტში ნათქვამია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ტრაგიკული ისტორიები მკვლელობების, წამებისა და ბიზნესის რეკეტის შესახებ, რაც დასავლეთის ჩუმი თანხმობით ხდებოდა. საქართველოს საბოლოოდ დღემს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მტკივნეული წარსულის სამართლებრივი შეფასების კონსოლიდაციისგან, რაც უკავშირდება 2003-2012 წლებში საქართველოს ავტოკრატიული მმართველობის დრამატულ 9 წელიწადს, რომელსაც ორკესტრირებდა და ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელითაა ცნობილი. მათი დამანგრეველი საქმიანობა 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც მათ ოფიციალურად დაკარგეს ძალაუფლება და მეტასტაზირდნენ დღევანდელ პოლიტიკურ ბრძოლებში. ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა არჩიეს. საკმარისია ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია დღესაც არა მხოლოდ დიქტატორ სააკაშვილს აღიარებს გმირად, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც თავის პოლიტიკურ ოჯახის წევრ პარტიად ჰყავს. ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად და ამ ღირებულებებს მათთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია.
უკრაინის მოქმედი ხელისუფლება სააკაშვილის დიქტატურის არქიტექტორებს მნიშვნელოვან პოზიციებზე ტოვებს. ზურაბადეიშვილი გენერალურ პროკურატურაში, გია ლორთქიფანიძე კონტრდაზვერვის სამსახურში, ეკატყეშელაშვილი და ლევან დუჩიძე წამყვან დონორ ორგანიზაციებში, რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ნონა წოწორია დღესაც მოლდოვაში მოსამართლე და ვეტინგის პროცესში მონაწილეობს. მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტიც აღმარისია იმის გასაგებად, რომ ვეტინგის სისტემის მიზანი არა ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, არამედ სააკაშვილის მორჩილი მართლმსაჯულების მსგავსი კონსტრუქციის ჩამოყალიბება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ სამაგიდო კვლევა არ ყოფილა. ჩატარდა 44 საჯარო მოსმენა, ჩვენება მისცა 139 მოწმემ და კომისიას წარედგინა 778 განცხადება. საჯარო მოსმენებზე სრულიად ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ტრაგიკული ისტორიები მკვლელობებზე, წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, რომელიც დასავლეთის ჩუმი თანხმობით მიმდინარეობდა. სხვა საკითხია 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების დამხობის მუდმივ მცდელობას მიმართავდა, რამაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ პოლიტიკაში ექსტრემისტულ სუბიექტად აქცია. ქვემოთ მოცემული დადგენილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თავის დახურვისა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაში გადასვლისკენ, რასაც ხალხის რეალური მხარდაჭერა აქვს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე. კახარეს პარტიის წევრები, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტს წერილს უგზავნიან. ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებს შორის არის მათ მიერ გაგზავნილი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტებიც. ახლა მთავარი კითხვაა, შეწყვეტს თუ არა კახარეს პარტიას საპარლამენტო ბოიკოტს, თუ მათი ეს ნაბიჯი მხოლოდ სადეპუტატო ხელფასს უკავშირდება. შეგიძლიათ მითხრათ რა მიზნით მიწერეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი? თქვენს ტელეკომპანიას კომენტარს არ ვაძლევთ იქამდე, სანამ გიორგი კახარიას. თქვენმა თანაგუნდელებმა ეს პირობა დაარღვიეს, ვრცელი კომენტარი მაქვს უკვე თქვენი თანაგუნდელების. რა მიზნით მიწერეთ? მე არ მაქვს ამის ინფორმაცია. ნახავთ ამას ორსაძე, რა მიზნით მიწერეთ პარლამენტის თავმჯდომარის? თანაგუნდელების კომენტარი. ხელფასის გამო მიწერეთ პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მანდატი შეინარჩუნოთ, თუ რა მიზნით? მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი და მე ვეწევი კამპანიას და თქვენ არ უნდა შემიშალოთ ხელი მე კამპანიის ჩაწარებ და თქვენ ვართ მხოლოდ. ხო, იმიტომ რომ უნდა შევიდე. არსებობს ტექნიკური მხარე, რომელიც არაფერს არ ნიშნავს უბრალოდ, მაგრამ ჩვენ ვაგზელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ჩვენ ამის კონსტიტუციური უფლება გაგვაჩნია. თქვენმა ლიდერმა თქვა, რომ შეცდომა იყო ბოიკოტი. ჩვენ ვაგზელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური უფლება, რომელსაც ვაძლევს კონსტიტუცია. ქართულად წერია გასაგებად ძალიან მარტივი სიტყვებით, რომ არანაირი ბოიკოტის შეწყვეტას ისინი არ აპირებენ. მორჩა და გათავდა. ბატონო ალიკო, წერა კითხვა ვინც იცის, იმან დოკუმენტებიც ნახა, როგორ მიწერა 8 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა შესაბამისი პროცედურების დაწყება. ანუ ხელფასებს ითხოვენ პარლამენტიდან და მანდატებს ამიტომ ინარჩუნებენ? კახარიას პარტია რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში. რაც გვეგონა სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, დავტოვეთ მანდატები, ჩავხსენით სიები, კახარიას გუნდს განსხვავებული მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. კახარიას პარტიის წევრების პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტები გასაკვირი არც მმართველი გუნდისთვის აღმოჩნდა და არც ნაციონალური მოძრაობისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კახარიას პარტია ახლა ცდილობს ტაქტიკურად იმოქმედოს. საოცრება გაგვიკვირდა, ძალიან კარგად ვიცოდით, ვინც იყო კახარია, რომ ის იყო ქოცების ანასხლეტი კი არა, ჩვეულებრივი ქოცი და დამტკიცდა ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში თელი ის დაპირებები, ის სიტყვები, ის რაღაცა ბაქიბუქი აღმოჩნდა სრული ტყუილი. არანაირი მნიშვნელობა იმას არ აქვს, ეხლა კახარიას პარტიის წევრები შემოვლენ პრაქტიკულად პარლამენტში თუ ისევ შატალოზე გააგრძელებენ ყოფნას როგორც მათი წინამორბედები, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ კახარიას პარტია აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტი არის ლეგიტიმური. სხვა შემთხვევაში ამ 12 ადამიანს არ მისცემდნენ თანხმობას და არც თვითონ განაცხადებდნენ თანხმობას, რომ გამხდარიყენ საქართველოს პარლამენტის წევრები. ნაც კახარიელებს გონიათ, რომ საქართველოს პარლამენტს მომართავენ, შემდეგ არივლიან საქართველოს პარლამენტში, ანუ შესაბამისად არ შეასრულებენ მათ კონსტიტუციურ ვალდებულებას და ის კიდევ ერთხელ თავიანთ ამორჩევლებს მოატყუებენ და აქვთ მიზანი, რომ უბრალოდ ხელფასს აიღებენ. ნუ რას უკაცრავად ხელფასები არ გაიცემა არ მუშაობაში, მხოლოდ საქმის გაკეთებაში იღებს ადამიანი ხელფასს, მაგრამ ნაცმა კახარიელებმა რა საქმე უნდა გააკეთონ, საქართველოს პარლამენტს ეხლა ყავს 12 დადასტურებული მოღალატე, რომელიც იღებს დავალებას და ცდილობს რომ შეასრულოს დავალებები გარედან. კახარიამ აღიარა ცოტა ხნის წინ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, თუმცა ეს მისი შეცდომა არ იყო, ეს მისი გარეუფროსის შეცდომა იყო,
მაგრამ გახარიას შეცდომა არის ის, რომ იგი ემორჩილება ამ ბრძანებებს აბსოლუტურად მორჩილად, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეხლა მოსალოდნელი არის ის, რომ ისარგებლონ ამ მანდატებით, ვინაიდან მათ პირდაპირ მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხო შეურაცხყოფა მიაყენა თავიანთ ამომრჩეველს, როდესაც არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ძალიან კარგად იაზრებდნენ მაშინაც და ეხლა ძალიან კარგად იაზრებენ თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს ამითი და ეს არის კიდევ ერთ-ერთი კომპონენტი და მდგენელი მათი რეიტინგის ესეთი დრამატული შემცირების. მელიქიშვილის გამზირზე კახიკალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. ცოტა ხნის წინ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე კახიკალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდა აღნიშნულისა, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯად იქმედებაა. ქრონიკამ გუშინდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩაწერა, კითხვაზე იყო თუ არა ეს მიზანმიმართული პროვოკაცია. გიორგი ყურულაშვილი პასუხობს, რომ ან გინება ქართული ოცნების მხარდამჭერების მისამართით კონკრეტული ინციდენტის შემდეგ დაიწყო. პროტესტი არის. კი, ვაგინების შევაგინე კონკრეტული მიზეზის გამო. იდასტურეთ. ხელისუფლება ეგრეთ წოდებული. პასუხისმგებელი. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს აქციებზე. აქციებზე ხდება ყველაფერი. სიტყვიერი დაპირისპირებაც. აქცია ხან ისეთ ფორმას იღებს, ხან ისეთ ფორმას იღებს. მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს თბილისის მერი. კახაკალაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მიზანი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ ის რაც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან მოხდა, საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა. ამ ადამიანების ყოველდღიურობათ იქცა, მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი, ჩვენ არავის არ უვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. მე იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გიوارდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. მორიგ ჯერზე დადასტურდა ის, ასე ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, რომ უცხოური ძალა არისვენებს, რომელსაც ყავს აქ თავისი აგენტურა, რომელიც ასევე არ მალავს, რომ არის უცხოური ძალის წარმომადგენლობა, იციან რა რომ ხარდაჭერა საზოგადოებაში არ აქვთ, აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს. ვინც შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წევრებს და ასე შემდგომ სახით, რეალურად იქ ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი აყენებდა შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებასაც და იმ ხალხს, ვინც იქ იყო. ვინც აფინანსებს, ხო, რეალურად ის ქმნის სურათს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ეს პირველი დღე არ იყო, ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, ვინაიდან ეს გამარგინალებული ჯგუფები იმისათვის, რომ თავიანთ გარე დამფინანსებლებს დაუმტკიცონ, რომ რაღაცას აკეთებენ და სხვა შორის ერთ-ერთი აქტივისტი წამოწდა, რომ 150 ლარს გაправება ჭირდებაო, დაუმტკიცონ, რომ რაღაცა დღის წესრიგს ქმნიან, ხო? მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მეტი დაძაბულობა გამოიწვიონ, მოდიან საარჩევნო შტაბთან
სოფლთან, სადაც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და აქ იმყოფება ძალიან ბევრი ხალხი. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, როდესაც ისინი კიდე დაგეგმავენ მორიგ პროვოკაციას, რომ შტაბიდან არავინ არ გავიდეს, მცდელობას ნამდვილად არ დავაკლებთ, თუმცა ძალიან რთული არის ადამიანისთვის, ქართველისთვის ისე შეურაცხყოფის მოთმენა, რასაც ისინი სპეციალურად აკეთებენ. კანონით ყველას აქვს უფლება, რომ ნებისმიერ საკითხი გააპროტესტოს, მაგრამ ამასაც აქვს საზღვრები, რა თქმა უნდა, და არავის არ აქვს უფლება, რომ სხვას მიეყენოს შეურაცხყოფა. ასეთი კანონმდებლობა მოქმედებს ნებისმიერ თავმოყარე ქვეყანაში. ჩვენ რა ვიხილეთ? ჩვენ ვიხილეთ, რომ გარედან დაფინანსებულმა ნაციონალური მოძრაობის ტიტუშკებმა, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ თითქოს თავისუფლებისთვის იბრძვიან და რეალურად წარმოადგენენ ჩვეულებრივ მონურ ფსიქოლოგიის ტიტუშკებს, შეურაცხყოფები მიაყენეს არა მხოლოდ ქართული ოცნების შტაბის თანამშრომლებს, არამედ რიგით გამგრელებსაც, სალანძღავი სიტყვები ფოთლების სროლა, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, ზოგადად რომ მომდინარეობდა დაორგანიზებული მართული ჯგუფებისაგან, რომლებიც იღებენ ამ დავალებებს კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებისაგან. კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ეს არის არჩევნებში გარეჩარევის აშკარა მაგალითი, რომელშიც გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმებიც არიან ჩართული. თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარეჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო შექმნა. ამ პროცესში ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წახეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა ჩართული ხავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ნეტგაზეთი, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე. მიგრძოებული პარტიული ყვითელი ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ მოძალადე მედია ის ახალი ფენომენია, რომელიც რუანდის 1000 ბორცვის რადიოს მაგალითზე უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია. დაპირისპირების დროს დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 პაციენტიდან 2-მა სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა, 2 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ და სავარაუდოდ საავადმყოფოს სხვა დატოვებენ. გუშინ შემოვიდა 4 პაციენტი, 2 გუშინვე გაეწერა მსუბუქი დაზიანებების გამო, 2-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. დღევანდელი მდგომარეობით 2 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლავთ. მსუბუქი დაზიანებები, სიცოცხლისთვის არც ერთი გახლავთ საშიში. არის ზედაპირული დაზიანებები თავზე და ერთ-ერთ პაციენტს თავის გარდა არის ხელის ასევე ტევნის ზედაპირული დაზიანება. პატა ბურჯულაძე უკვე მესამე ადამიანია, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან. ბურჯულაძე ასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ძველ ქმედებებს ინანიებენ. მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა. მართველი გუნდის შეფასებით პატა ბურჯულაძის ეს განცხადებაც მორიგი პირდაპირი აღიარება და დადასტურება იმის, რასაც პრემიერ-მინისტრი ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით ამბობდა. ეს ალბათ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ლევანს დაელაპარაკო და უნდა კითხოთ მე ამ თემაზე სპეკულარ მე ამ თემაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. თუ კი ქართულ ოცნებაში ყოფილი წევრი არსებობს ისეთი ვინმე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ნაბიჯი გადადგას და შეუერთდეს ნაცმოძრაობას სისხლიანს, ვერასდროს ვერ მოიცილებენ ამ ლაქას, ესე იგი ძალიან დიდი უბედურება აქვს ჩადრილი თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის წინაშე. ეს არის რა თქმა უნდა აღიარება იმ ფაქტის, რაზეც ბატონმა პრემიერმა თუ არ ვშტები ერთი თვის წინ ისაუბრა ჯერ კიდევ, როდესაც გაამჟღავნა ბატონი ხაბეიშვილის ფსევდონიმით ანიტა და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის დასტურია, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ბატონი ხაბეიშვილი, არამედ კიდე სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიციის მედია ჟურნალისტებიც, ასე ვთქვათ, ყავთ დასაქმებული ესე ბჭყალებში ვიღაცეებს, რა თქმა უნდა, ვიზეც მე ნამდვილად არ ვისაუბრებ, იმისათვის რომ მათ გაატარონ მათთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მესიჯ ბოქსი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევა. გაძევებული არიან ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდუეთის, პაკისტანის და უზბეკეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას უკანონო მიგრაციის მიმართულებით. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლო მონაცემებით ქვეყნიდან გაძევებულია 762 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ საქართველოში ყოფნის კანონით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული მონაცემი წარმოადგენს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. მიმდინარე წელს ქვეყნიდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სტატისტიკა მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მონაცემებს და წარმოადგენს დაახლოებით 300%-იან ზრდას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. სუსის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს საქართველოს დაკავებული მოქალაქე. საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხელვა დაიწყო. პროცესზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობა წარმოადგინა იმ მტკიცებულებების დასაშვება ცნობის შესახებ, რომელიც ბრალდებამ წინა სასამართლო პროცესის შემდეგ მოიპოვა. წარდგენილი ბრალდება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასრულდება. ეს არის ჩვენი პოზიცია. 22 წლის საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ჩემი დასწრების ყოფილი მიერ შეკვეთილი მკვლელობის შადენის ფაქტი. ბრალდების მხარემ დღეს შესავალ სიტყვაში ჩამოაყალიბა ის პოზიცია, რომელიც მოეყრდნობა მტკიცებულებებს. ეს არ არის მხოლოდ პროკურორის ვერსია, ეს არის კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განსხვავებით დაცვის ხარისხთან. ბრალდების მხარემ ასევე გარკვეულწილად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევას აპირებს სასამართლოში და ამ მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გელა უძილაურის მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან ვითარებიდან, ხერხიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას განესაზღვრება უვადო თავისუფლების აღკვეთა. ქრონიკა 17 საათი ამით დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.